Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons veering day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight. გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ვსაუბრობთ ინსულტზე. ინსულტი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. 2021 წლის მონაცემებით 93.8 მილიონ ადამიანს გადატანილი აქვს ინსულტი. 11.9 მილიონი ადამიანი დაახლოებით ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ეწირება ინსულტს. საქართველოში დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 2018 წელს სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი 74%-ში იყო სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელთა უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ინსულტი. სწორედ ამიტომ დღეს ვსაუბრობთ ინსულტზე, რადგან ინსულტი აღარ არის ის დაავადება, რომელიც აუცილებლად განაჩენია და რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად არანაირი ხერხი არ გაგვაჩნია. ეს ბოლო წლებში საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ვსაუბრობთ ქალბატონ ნინო ხარაიშვილთან ერთად, რომელიც არის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი და დიდი მადლობა მას, რომ მიუხედავად მისი ძალიან დატვირთული გრაფიკისა, გამონახა დრო და მზადაა, რომ ჩვენთან ერთად ისაუბროს ინსულტზე და ინსულტის ცენტრებზე საქართველოში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინოს იმისთვის, რომ ასეთი დააძაბული დღის მერე მოიცალა და თანახმა იმაზე, რომ ილაპარაკოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნინო შენ. ძალიან მნიშვნელოვანი თემა ალბათ დამეთანხმები. მე ამ მწვავე ნევროლოგიიდან უკვე წამოსული ვარ, ძალიან ბევრი წელია, არც თრომბექტომია და არც სისტემური თრომბოლიზისი აღარ ჩამიტარებია, ამიტომ ძალიან მაინტერესებს, რას მოგვიყვები, როგორ ხდება საქართველოში მწვავე გადაუდებელი დახმარება ინსულტის შემთხვევაში. მოგესალმებით, მადლობა ამ ინტერვიუში მოწვევისთვის. ნამდვილად აქტუალური პრობლემაა, ვინაიდან პრინციპში თავის სტარტს უკვე იღებს და დაიწყო აღება ინსულტის ცენტრების ჩამოყალიბება სულ რაღაც რამდენიმე წელიწადია საქართველოში და ეხლა ამ წუთას მაინც ვიტყვი, რომ ვავითარებთ და ვაუმჯობესებთ ამ მიმართულებით. ზოგადად რა არის ინსულტი, ალბათ ამის შესახებ ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ეს არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მაქსიმალურად ვილაპარაკებ გასაგებენაზე, როგორც ვსაუბრობ ხოლმე ყოველდღე ათობით ოჯახის წევრთან, პაციენტის ოჯახის წევრთან. ეს არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, როდესაც ხდება თავის ტვინის მკვებავის სისხლძარღვის დახშობა თრომბით, შემსაუბარი გვაქვს ხა იშემიურ ინსულტზე, ანუ თავის ტვინის ინფარქტის ჩამოყალიბებაზე. ამ დროს თავის ტვინის მკვებავის სისხლძარღვის დახშობით წარმოიქმნება სისხლნაკლები უბანი თავის ტვინში, ანუ ისეთი უბანი, რომელსაც უწყდება სისხლმომარაგება და დაახლოებით 1 წუთში ამ დროს 1.5 მილიონამდე ნერვული უჯრედი კვდება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რომ ესეთი პაციენტი სიმპტომების დაწყებიდან რაც შეიძლება მალე აღმოჩნდეს ისეთ კლინიკაში, რომელსაც აქვს ინსულტის ცენტრი. ძალიან დიდი მადლობა. რა მინდა იცი, თბილისში რამდენი ესეთი ცენტრია დაახლოებით, შეგიძლია გითხრა? მოდით მე მაინც გავმარტავ რა არის ინსულტის ცენტრი. ინსულტის ცენტრი არ არის კლინიკა, სადაც არის ნევროლოგიური განყოფილება. მხოლოდ ინსულტის ცენტრი არის კლინიკა, რომელსაც აქვს მულტიპროფილური მზაობა მიიღოს ნებისმიერი პროფილის პაციენტი, რომელსაც შეიძლება განუვითარდეს ინსულტი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მულტიპროფილური, რომელსაც აქვს აუცილებლად შესაბამისი აპარატურა, განსაკუთრებით კი რადიოლოგიური შესაძლებლობები, ისეთი როგორც არის კომპიუტერული ტომოგრაფია, მინიმუმ 64-შრიანი და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. ასევე კარდიოლოგიური მწვავე განყოფილება, თავისი ყველა შესაძლო
ინტერვენციით, რეანიმაციაში აუცილებლად უნდა იყოს ადგილი და ჩემი კლინიკა და პირადად ჩვენი მიმართულება არის სწორედ ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც გახსნა სპეციალიზირებული ნეირორეანიმაცია ამისთვის. და უნდა იყოს ღია დახურული ნეიროქირურგია, ნიშნავს ენდოვასკულური, ანუ სიძარღვში და ნეიროქირურგები, ღია ნეიროქირურგები, მოკლედ სრული მზადყოფნა უნდა იყოს და არ არის აუცილებელი, ანუ არ არის საკმარისი მხოლოდ ნევროლოგი იყოს, ანუ ინსულტის მართვაში მხოლოდ ნევროლოგი არ მონაწილეობს, მონაწილეობს მთელი ეს გუნდი. საქართველოში 2018 წლიდან შეიცვალა ეროვნული გაიდლაინი, რომლის მიხედვით ინსულტის მართვა უშუალოდ დაეფუძნა თანამედროვე გაიდლაინებს. ნიშნავს იმას, რომ ინსულტის მართვა ცდილობთ ინსულტი მართვათ ისე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში იმართება წამყვან ქვეყნებში. და დღესდღეობით თბილისში არის 26 ინსულტის ცენტრი. 26 ინსულტის ცენტრი. აქედან პირველი ანუ იყოფა როგორც პირველი დონის, ასევე მეორე დონის ცენტრებად ჩვენ ლიცენზირება გავიარეთ დაახლოებით 2023 წელს. პრეტენდენტი იყო ძალიან ბევრი კლინიკა. პირველ რიგში ძალიან დიდი იმედი გქონდა, რომ გამოცდილების მქონე კლინიკები მოხვდებოდნენ მხოლოდ ამ სიაში და სწორედ ის, რაც განმარტება გავაკეთე მე ინსულტის ცენტრის მულტიპროფილური კლინიკები, შესაბამისი ინვენტარიზაციით და გამოცდილებით მოხვდებოდნენ ამ სიაში, თუმცა რა თქმა უნდა ეს შესაძლებლობა მიეცა ყველა კლინიკას, ვინც კი გააკეთა განაცხადი და ამ წუთას თბილისში არის 26 ინსულტის ცენტრი. აქედან პირველი დონე აქვს უფრო მეტს, ვიდრე მეორე დონე. ანუ ზუსტი რაოდენობა იცვლება ძალიან ხშირად იცვლება და აპდეიტდება ხშირად, რომ ვინ MRT-ს გააკეთებს, ვინ თქვათ კარდიოლოგიას მოაწყობს, იმას შეუძლია ნებისმიერ დროს გადავიდეს და აიღოს მეორე დონე, თუმცა მოდი გამოვყოფ თბილისში ყველაზე გამოცდილების კუთხით, ყველაზე მეტი თრომბოლიზისი, თრომბექტომია, ანუ ინსულტის წვავე მკურნალობა ხდება ძირითადად 4 ცენტრში. ამ 4 ცენტრს ყავს თავისი ენდოვასკულური ნეიროქირურგი და აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება და ყველაზე მეტ რაოდენობას ატარებს პაციენტების. ეს არის ქირურგიის ეროვნული ცენტრი, სადაც ჩემი კოლეგები გაცილებით, ყველაზე პირველად სადაც დაიწყო თრომბექტომიის ჩატარება, ასევე კავკასიის მედიცინის ცენტრი, პინეო და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა. ეს 4 ცენტრი არის ძირითადად ყველაზე დატვირთული თრომბოლიზის თრომბექტომიების ჩატარების კუთხით და ამ კომბინირებული თერაპიების ჩატარების კუთხით ყველაზე მეტ პაციენტს ატარებს და ისეა განლაგებული პრინციპში გეოგრაფიულადაც, რომ ხელმისაწვდომობა, ესე ვთქვათ, თითქმის ყველა პაციენტს აქვს განსაკუთრებით ღამის საათებში, ძირითადად ინსულტი უფრო ღამის საათებში ხდება და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ყოველთვის შეუძლია ხელმისაწვდომობა ამ კლინიკებს მუდმივად აქვს, რომ მიიყვანოს იმ კლინიკაში, სადაც ყველაზე გამოცდილი სპეციალისტები ხდება პაციენტებს. სადაც პრინციპში თბილისი და მისი შემოგარენია ხარცის იმხელა, რეალურად 4 ცენტრი ძალიან კარგად უნდა ეყოს, მით უმეტეს თუ გეოგრაფიულადაც ესე მოშორებით არიან განლაგებულები. ანუ რეალურად 26 ცენტრს აქვს განაცხადი და თრომბოლიზისი უშუალოდ თრომბოლიზისი და ერთეული თრომბექტომიები ამ ცენტრებში კეთდება, მაგრამ ყველაზე მეტი სტატისტიკურად კეთდება ჩემს მიერ ჩამოთვლილ 4 ცენტრში და მათ შორის ჩემს კლინიკაში. იცი რა მინდა კითხო, რადგან ბევრი ვიცი რომ რუსთავიდან გვიყურებს, რადგან ჩემი მშობლიური ქალაქია და ეს რუსთავი ჩემში რაღაცა ძალიან ისე ჩემს გულშია ყოველთვის. რუსთავშიც კეთდება რამდენი თვის ცი თრომბოლიზისი, სწორია? მოდი ორი სიტყვით ვიტყვი თუ მე აქვს დრო რა თქმა უნდა. რუსთავი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი, იმიტომ რომ კარიერა საქართველოს ჩამოსვლის შემდგომ გავაგრძელე რუსთავში და მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც 2015 წელს შექმნა ქვემო ქართლის მასშტაბით და რუსთავის მასშტაბით პირველი ნევროლოგიური დეპარტამენტი. რუსთავთან მაკავშირებს ძალიან ბევრი ოჯახი, ძალიან ბევრი პაციენტი, ძალიან კარგად მიცნობენ და იმედი მაქვს, რომ დღემდე ვახსოვარ.
თვითონ მაგ ქალაქში და პირველი ცდელობა რომ გამეკეთებია სრულფასოვანი რეგიონალური ცენტრი მქონდა მე. თავისი სირთულეები იყო ამასთან დაკავშირებით, მაშინ არ იყო ჯერ კიდევ ეს ეროვნული გაიდლაინის შემსაბამისად სახელმწიფო დაფინანსება ამ მიმართულებით და ძალიან დიდი ხელისშეშლა მქონდა, თუმცა ყველა მიმართულებით პირველი დონის ინტენსიური და ზოგადად რეკანალიზაციური თერაპიისგან და პაციენტების მართვა მეთვალყურეობა მქონდა ძალიან ესე ვთქვათ, ძალიან მოწესრიგებული და ორგანიზებული. ჩემს მერე მას შემდეგ რაც მე წამოვედი და ეს კიდევ ერთი პრეცედენტი იყო მანდ იმის, რომ თითქმის რამდენიმე კლინიკამ შეიტანა ინსულტის ცენტრის შექმნაზე განაცხადი, მიიღო ორმა ცენტრმა. ეს არის კლინიკა რუსთავი და რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო. ძირითადად ამ ორ კლინიკაში კეთდება უფრო თრომბოლიზისი, ანუ მედიკამენტოზური მკურნალობა ინსულტის. შესაბამისად, როდესაც ხდება საჭიროება თრომბექტომიის, ესეთი პაციენტები ძირითადად, იმიტომ რომ იმდენად ენდოვასკულური ნეიროქირურგი ადგილზე არ არის ქალაქში და თან გეოგრაფიულადაც ძალიან ახლოსაა თბილისთან. ძალიან ხშირად ჩვენთან, ჩვენს ცენტრშიც ხდება, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ინგოროყვას კლინიკა რუსთავთან, ასევე სხვა კლინიკები, რომლებიც ასევე ახორციელებენ ამ თერაპიას. თუმცა უნდა ითქვას, რომ საკუთარი ენდოვასკულური ნეიროქირურგი მაინც ყველაზე ახლოს ჩვენ კლინიკას ყავს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეძებთ ენდოვასკულურ ნეიროქირურგს, ყავს ჩვენი განყოფილება გვაქვს ცალკე. ამიტომ ძალიან ბევრჯერ რუსთავიდან უშუალოდ ის პაციენტებიც მით უფრო ვინც მე მიცნობს მიკავშირდებიან და ძალიან ბევრ პაციენტს ვითანხმებ. ძალიან ბევრი პაციენტი ხდება უახლოეს კლინიკებში, თუმცა თრომბოლიზისი მიხარია, რომ რუსთავშიც ნამდვილად კეთდება და საკმაოდ კარგი გამოცდილებით. აქვე ჩემი დიდი მადლობა შენი შეტანილი წვლილისთვის. მთლიანად თბილისის რეგიონში, მაგრამ განსაკუთრებით რუსთავისთვის. აქ მოვყვებით ჩემს ფანტაზიას მე 2010-2011 წლებში, როდესაც უკვე აქტიურად დავიწყე აქ მუშაობა და სისტემური თრომბოლიზისის კეთება. იმდენად განვიცდიდი ამას, რომ ეს არ იყო რუსთავში. ესეთი ფანტაზია მქონდა, რომ უნდა მეყიდა რამოდენიმე ფლაკონი თრომბოლიზისის საშუალების და დამედო რუსთავში მაცივარში, რომ რამე რომ მომხდარიყო, ასე ზეპირად აქედან გამეკეთებინა და როცა მე გაგიცანი შენ კოვიდის პერიოდში და გავიგე, რომ ესეთი რაღაცა უკვე ხდებოდა რუსთავში და ეწყობოდა და ვითარდებოდა, ისე რაღაცნაირად დამშვიდდი, ესე სულ მეგულები იმედად, რომ რამე რომ მოხდეს ჩემს ოჯახში და ახლობლებში, რომ ვიცი, რომ შენ ხარ პაციენტებისთვის, ვისაც მწვავე ინსულტი დაემართება სადარაჯოზე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა შენ. მოდი გაგვითხარ, იცი? ეს არის მართლა სიმართლე, მადლობას ტყუილად მიხდი. აი ეს რუსთავის და თბილისის გარდა შენი ინფორმაციით, გამოდის, რომ რეგიონებში ასე თუ ისე თრომბოლიზისის პრობლემა აღმოფხვრილი, ყოველ დღეს საშუალება არის იმისი, რომ ასე თუ ისე ცენტრებში თრომბოლიზისის საშუალება არის, ასე ვთქვათ. შეიძლება ასე ვთქვათ. ვიტყვი, რომ უფრო დიდ ქალაქებში, სამწუხაროდ პატარა ქალაქებში ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის და ხელმისაწვდომობა. და ძალიან დიდი ესეთი გეგმები გქონდა ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა, რომელიც მოვაწეობს ამერიკაში ტელემედიცინის მიმართულებით, დათო მრელაშვილი. მას ჰქონდა აი უშუალოდ კოვიდის პერიოდში, როცა ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ და ამ მიმართულებით ვიყავით დაკავებული, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა გავგვეკეთებია ტელემედიცინა, ეს პროექტი დაგვეწყო და თითქმის ყველა კლინიკაში, რაც კი არსებობს საქართველოში და საქართველოში ვიცით, რომ 356-მდე შეიძლება ვცდები, მაგრამ 300-ზე მეტი კლინიკაა, მულტიპროფილური სხვათა შორის, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თითეული მოქალაქისთვის, აი ჩვენი ჩართულობით დაგვეკეთებია თრომბოლიზისი, თუნდაც როგორც შენ ამბობ დისტანციურად, ყველასთვის მიგვეწოდებია ეს აქტილიზე და ჩაგვეტარებია დისტანციურად თრომბოლიზი, რომ მინიმუმ ხო ვიცით, რომ ჯერ მედიკამენტოზური თერაპიას აქ ყველაზე და პატარა ფანჯარა ვიწყებთ მედიკამენტოზური თერაპიით, თუ იქ არის მსხვილი კარიბის სიზარგოს თრომბოზი, გადაყვავს უახლოეს ნეიროვასკულურ ცენტრში, სადაც კეთდება უკვე ენდოვასკულური, ანუ
ოპერაციის გზით სისხლძარღვში და თრომბის გამოღება. აი, სწორედ ორ ამიტომ სიტყვით პირველი ეტაპი და საჩქარო იყო თრომბოლიზისი. თრომბოლიზი. სამწუხაროდ და საბედნიეროდ ბოლო პერიოდში თრომბოლიზისი კეთდება თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ერთეული შემთხვევებია უკვე კახეთში ჩატარებული, უკვე ყველა იწყებს, ყველა ეს ხო პრაქტიკაა პირველ რიგში ითვლება, რომ ნუ მოდი ვთქვათ და პირობითად ითვლება, ეგ არ არის ნამდვილი ციფრი, მაგრამ მინიმუმ 50 თრომბოლიზისი უნდა ქონდეს დამოუკიდებლად ჩატარებული ნევროლოგს, რომ შემდგომ რაღაც გამოცდილებაზე ისაუბროს და ნუ მიხარია, რომ ნელ-ნელა ეს არ არის ფუფუნება და ყველა მოსახლე, ანუ ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ყველა დაცულია ამ კუთხით. როგორც ვთქვი, დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ პირველ რიგში მე ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი გაქვს ნატო, იმიტომ რომ ანუ თავარი პრობლემა, რაზეც იმუშავა თანამედროვე სამყარო 50 წლის წინ ალბათ და 30 წლის წინ იყო ამოიცანი, რაც შეიძლება მალე ინსულტის ნიშნები და იწყებოდა ბაგაბაღებიდან ბავშვების განვითარება, რომ ბებია და ბაბუას უნახავდნენ, რომ ინსულტის პირველი ნიშნები ჰქონდათ, უნდა დაერეკათ სასწრაფოში. ანუ პირველი ჩვენი პრობლემა არის გვიან მოსვლა პაციენტების კლინიკაში. ანუ როდესაც არის მსუბუქი სიმპტომატიკა და ელოდებიან, არიციან სასწრაფო გამოიძახონ თუ არა. ამოიცნეს ინსულტი არის მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია, კიდურებში, ხელში ან ფეხში ან ორივეში ერთად ძალის დაქვეითება. უახლოესი ყველგან არის უკვე ხელმისაწვდომობა, როგორც ვამბობ, კლინიკურ, ანუ ტერიტორიულად ინსულტის ცენტრების, პირველადის თუ მეორადის, ეს პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კლინიკაში, იმიტომ რომ გამივლის, ხშირად ხდება ხოლმე, პაციენტი ყვება, ანუ წინა დღეს იწყება სიმპტომები, გონია რომ გაუვლის და ამ გაუვლისში ხდება ის, რომ უკვე ის ფანჯარა, რომელიცაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის არაუმეტეს 4 საათნახევრის, ანუ 4 საათნახევარში ჩვენ უკვე თერაპია უნდა დავიწყოთ. ესე იგი, სადღაც 4 საათის განმავლობაში პაციენტი ყველაზე ცუდ შემთხვევაში უნდა მოხდეს ინსულტის ცენტრში, რომ ჩვენ მოვასწროთ კვლევები, ანალიზები, რომელსაც დაახლოებით 45 წუთი ჭირდება ხოლმე. ყველა გააჩნია, ხო? ეს არის საქართველოს ყველა სხვა რეალობა. 10 წუთში უნდა იყოს გაკეთებული ტომოგრაფია, ტომოგრაფიის ოთახში დამიწყია თრომბოლიზისი, მაგრამ თავიდან ბოლომდე პაციენტის დამენეჯმენტება, სწორად ანამნეზის შეკრება, რისკ ფაქტორების ნახვა, ეს ამ ყველაფერს იმდენად გამოცდილება ჭირდება და გამოცდილება სწორედ ექიმის არის იმაში, რომ ამას სწრაფად აკეთებს გამოცდილი ექიმი. სწრაფად იმდენად იცის ეს ალგორითმი, რომ პაციენტს შეიძლება მხოლოდ ანამნეზურად და ელემენტარულად რა არის მნიშვნელოვანი ამ დროს სისხლის ანალიზში, არის მნიშვნელოვანი თრომბოციტების რაოდენობა, არის შედედების, ანუ კოაგულოგრამა უნდა გაკეთდეს და იმ კოაგულოგრამაში არის მაჩვენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ ტომოგრაფიაზე გამოირისხოს სისჩაქცევა, გვაქვს მწვავე ინსულტის კლინიკა, ვიწყებთ თერაპიას და ანუ ეს იმდენად სწრაფად უნდა მოხდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ოქროს წუთები, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პაციენტს ეს დახმარება გაეწიოს, პაციენტი აღმოჩნდეს ასეთ კლინიკაში, სადაც მას დახმარებას გაუწევენ. ცოტა ძნელია ხოლმე ჩემთვის პირველ გადაცემაში, სადაც ზუსტად ამ fast სიმპტომებზე ვსაუბრობდი, როგორ უნდა ამოიცნონ. უბრალოდ არ ვიცი ხოლმე ვურჩიო ამ დროს თუ არა ის, რომ იცი რა, თუ იცი რომ 10 წუთში გაქვს კლინიკა, სასწრაფოს გამოძახებასაც ნუ დაიწყებ, მოდი რა, ადექი და წააყვანინე ვინმეს თავი. მთავარია იმ 10 წუთში და 15 წუთში კლინიკაში მოხვდე. ცოტა რაღაცნაირად მე ვფიქრობ, აი აქ ერთ პატარა ჩანამაც გავაკეთებდი, თუ პაციენტი კონტაქტურია, პაციენტს აქვს ეს მინიმალური სიმპტომატიკა, ანუ თუ ძიმე სიმპტომატიკა, იქ ცქერის პარეზია, პაციენტს თავი აქვს მიტრიალებული, თქვათ, როტირებული, ანუ პლეგირებული ხელი აქვს, ანუ მთლიანად ძალის დეფიციტია და მძიმეა, სუნთქვა უჭირს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯობია რომ სასწრაფო მივიდეს, მაგრამ თუ უბრალოდ გაძნელებული მეტყველება აქვს, სახე ასიმეტრიული, იოლის სისუსტე ხელში, აბსოლუტურად გეთანხმები. იქვე შეიძლება, როცა იცი, რომელ კლინიკაში აუცილებლად ხდება მზაობაში გუნდი, რომელიც მოგხედავს, რა თქმა უნდა, მე არ დავკარგავდი დროს. მაგრამ გააჩნია პაციენტის მდგომარეობას, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ბუნებრივია, ვერც ოჯახი წაიყვანს, ვერც კი მოხდება მისი ტრანსპორტირება, თუ მძიმედ გამოხატული კლინიკაა და ამ შემთხვევაში უკვე ჯობია დაელოდნონ სასწრაფოს. თუ მაღალი წნევა აქვს, აი, ბევრს გონია
რომ იცი რა, მოდი წნევას დავწევ და ეს სიმპტომები ამილაგდება. არა, როდესაც წნევა არის მაღალი, როცა სიმპტომი არის, უკვე პირველი ნიშანია, რომ რაც შეიძლება, მალე უნდა მიაკითხოთ ექიმს. ანუ კიდევ ერთი მომენტი. პაციენტები ხშირად აკითხავენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს. პოლიკლინიკაში დგანან აი ამ რიგში და ხშირად პოლიკლინიკის ექიმი მირეკავს და უკვე ძალიან გვიანია, ძალიან ჩვენი ჩარევა. ამ დროს რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ექიმო, ხო გვიმკურნალებთ, აუცილებლად ხსნი, მკურნალობა ხდება პირველ საათებში. მკურნალობა აღარ ქვია იმას, რაც ხდება მერე. იმას ხდება იმას ქვია მეორადი პროფილაქტიკა, ანუ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი დავასტაბილუროთ, სასიცოცხლო პარამეტრები დაუსტაბილუროთ და მეორადად რო არ განვითარდეს ახალი ინსულტი, იმაზე ვიზრუნოთ. ანუ ინსულტის მკურნალობას აქვს პირველ საათებში, ხო, ანუ არ არის ინსულტი დავწექი კლინიკაში, გადამისხეს ფიზიოლოგიურ და ინსულტი მიმკურნალეს, ეს არ არის ინსულტის მკურნალობა. წვეთოვნებით არ ხდება ინსულტის მკურნალობა, ანუ ფიზიოლოგიურის გადასხმით და თუნდაც ეგრეთ წოდებული თავისთავის მკვლევავებით, რომელიც უკვე დიდი ხანია თანამედროვე მედიცინამ შეიტანა გარკვეული წვლილი იმაში, რომ მტკიცებითი მედიცინა ამბობს, რომ ინსულტის მკურნალობა არ ხდება თავისთავის მკვლევავებით. თავისთავის მკვლევავების მოქმედებაც კი უკვე ანუ არის ეჭქვეშ. ეს არ არის მტკიცებითი მედიცინა. თავისთავის მკვლევავს კარგი წნევა, კარგი გულის რითმი, კარგი შაქარი, მოდი პირდაპირ სიტყვით ვილაპარაკებ, რომ ყველამ გაიგოს, კარგი სიმშვიდე, მშვიდი გარემო, კარგი ძილი, ეს ყველაფერი, კარგი შედედების ფაქტორები, კარგი ქოლესტერინის დაბალი დონე სისხლში, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს ყველაფერი კვებავს თავის ტვინს. როგორც სცენარი სჭირდება თითქმის ეს ფაქტორები, იგივეა თავის ტვინიც. ამიტომ თავის ტვინის ინსულტის მკურნალობა არ ხდება მკვლევავებით. ვინც დაგინიშნავთ, ხალხო, აი ძალიან დიდი სიაროა ხოლმე ეგრეთ წოდებული მკვლევავების, თავის ტვინის მკვლევავების და თელს პენსიას ხარჯავთ ამ პრეპარატებში, არ იყიდოთ ეს პრეპარატები. იყიდეთ წნევის წამლები, სისხლის ეგრეთ წოდებული გამათხელებლები, მაგრამ თავის ტვინის მკვლევავებში ნუ დახარჯავთ ფულს. აბსოლუტურად გეთანხმები, საერთოდ არც ერთი თავის ტვინის მკვლევავი არ გამოიყენება გერმანიაში და ზოგჯერ იქიდან ხალხი მიგზავნის გერმანული პრეპარატიაო და მე არც კი ვიცნობ. არ მინახია, არ გამიგია, რომ ვკითხულობ კი, ხო, შეიძლება ოდესღაც გერმანიაში წარმოებული იყო, მაგრამ ნამდვილად არ გამოიყენება არანაირი თავის ტვინის მკვლევავი ნივთიერებები. ლიზეთერაპია, ანუ თრომბოლიზისი, როგორც რამდენჯერმე ვახსენეთ, არის რეალურად წამალი, რომელიც შეყვავს ინტრავენურად და რომელიც არის იმის საშუალება, რომ დაშალოს თრომბი, ხო, რომლითაც დაცულია სისხლძარღვი. მარტივად ესე ხსნი ხოლმე და საბედნიეროდ ძალიან ხშირად მიწევს ამ თერაპიის ჩატარება საბედნიეროდ, იმიტომ არა რომ ეს პაციენტებს სჭირდება, იმიტომ რომ ესე იგი საჭირო ვარ და ესე იგი ეს პაციენტები სწორად ხვდებიან იქ, სადაც მკურნალობას უტარებთ. ტრაგედია ხოლმე როცა ვერ უტარებთ და ყოველთვის ესე უხსნი ხოლმე ძალიან მარტივად. მოდით ვიწყებთ ესეთი განსაკუთრებით უნდა დავყოთ, ხო, აქ ძიმედ როდესაც არის ეს უფრო მეტად მიუთითებს იმ რომ მსხვილი კალების სიზარღვია გაჭედილი თრომბით, მაგრამ მან თუ შესაძლებლობას გვაძლევს რომ დავიწყოთ მედიკამენტოზურად, აუცილებლად მედიკამენტოზურად ვიწყებთ, ეს არის თრომბის გამხსნელი პრეპარატი. ანუ თრომბს შლის. აი დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ რომ რაღაცა მილია გაჭედილი და ჩავასხით რაღაცა ხსნარი, რომელმაც ეს რაც არის გაჭედილი ის გახსნა ის ნივთიერებები რითაც იყო ეს მილი გაჭედილი და გაიხსნა და წავიდა ნაკადი წყლის. აი ზუსტად იგივე ხდება ეს ნივთიერება შლის თრომბში შემავალ კონკრეტულ სტრუქტურას, კონკრეტულ მოლეკულებს, რითაც ხდება ხოლმე იმის რომ თრომბი იშლება და სისხლძარღვი გაიხსნება. თუ სისხლძარღვი არ გაიხსნა, მაგ შემთხვევაში უკვე არის მეორე გზა, რითაც შევდივართ, ანუ შედის ენდოვასკულური ნეიროქირურგია, როგორც კორონაროგრაფია კეთდება. და საქართველოს კორონაროგრაფია აქვს ჩატარებული და უკვე მარტივად მიწევს ხოლმე ამის ახსნა. ერთი რომ ვიტყვი კორონაროგრაფია როგორც კეთდება ბარძაყის არტერიიდან, სხივის. მოკლედ ეს ზეპირად იცის ჩვენმა მოსახლეობამ როგორ კეთდება კორონაროგრაფია, ზუსტად იგივენაირად კეთდება სიზარღვში შედის კათეტერით ეს ნეიროქირურგია ენდოვასკულური, ეს სპეციალობის ნეიროქირურგია, რომელიც ამას აკეთებს და გამოაქვს კათეტერით ეს თრომბი. სპეციალური რეტრივერი ქვია, რითაც მოსდებს, ესე ვთქვათ, ამ თრომბს
ბადესავით რაღაც სტრუქტურას და წამოიღებს და გამოიღებს. ესეთი იყო მექანიკურად გამოღება ამ თრომბის. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მედიკამენტოზურად საკმარისია, მედიკამენტოზურად აღდგება ან გაუმჯობესდება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ანუ ის ძალის დეფიციტი თუ მეტყველების გაძნელება, აქ შემთხვევაში არ გადავდივართ ჩვენ ენდოვასკულურ ჩარევაზე. ვამთავრებთ ამით რეკანალიზაციურ თერაპიას, ვამბობთ, რომ ამით მოხდა სისხლმომარაგების აღდგენა და მართლაც უმფურნალეთ ინსულტს. მართლაც 24 საათის განმავლობაში დრამატულად უმჯობესდება პაციენტები და მე მიდიან სახლში. მე ძალიან შთამბეჭდავი შემთხვევები მაქვს ნანახიც და შენგან მოსმენილიც შენი პირადი, ასე ვთქვათ, ჩატარებული მკურნალობის შედეგები მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. აი, ვიფსაუბროთ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად წავიდა. რამდენ ხანში ეწერება პაციენტი მართლაც სახლში? მე 5 დღეში პაციენტს ეს მოდით ვთქვათ, რომ ინდივიდუალურია, იმიტომ რომ პაციენტს აქვს თანხლები, ასევე მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგია, ანუ ვთქვათ, აქვს ხშირი პაროქსიზმები, ან თანხლები რაიმე პათოლოგია, რომელიც მიხანგძლივებს ჰოსპიტალიზაციას. თუ ნორმალურ შემთხვევაში მხოლოდ ინსულტზე ვსაუბრობთ, მოვიდა, ჩატარდა ეს რეკანალიზაციური თერაპია 5 დღეში, 5-7 დღეში, ისე ვიტყვი, რომ ინდივიდუალურია, პაციენტი ტოვებს კლინიკას. მე მგონი ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევა. შენ მიეკუთვნები ასევე თანამედროვე ექიმების ჯგუფს თუ თაობას, ასე ვთქვათ და ალბათ შენც არ გაქვს ხო შედარების საშუალება, იმიტომ რომ მე მაგალითად შედარების საშუალება არ მაქვს, მე ინსულტის ცენტრი გავიცანი აქ გერმანიაში ამ თავისი უკვე თრომბექტომიებით და თრომბოლიზებით და მხოლოდ გადმოცემით ვიცი რა დრამატულად ვითარდებოდა ინსულტები და რომ ყველა პაციენტი მართლაც ან ეწირებოდა ამ ინსულტს, ან რჩებოდა მაღალი ინვალიდობით. ეს სურათი ხო რეალურად შეცვლილია და კიდევ მოდით მე ჩემი კლინიკის მაგალითზე მოგიყვებით, ნატო, რომელს დაახლოებით 6 წლის წინ გავხსენი ინსულტის ცენტრი, გავხსენით მე და ბატონმა შოთაინგო როყვამ ბატონი გოჩას რა თქმა უნდა ხელშეწყობით ამ კლინიკაში. ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯი, იმიტომ რომ ამ კლინიკაში არასდროს არ ტარდებოდა თრომბოლიზის თრომბექტომია ჩავატარეთ პირველად, რა თქმა უნდა, ჩვენი ინსულტის ცენტრის ფარგლებში და ჩვენ გავაკეთეთ სტატისტიკა. მე პირადად ვაწარმოე სტატისტიკა, შევადარე წინა 5 წელს, შევადარე ლეტალობის მაჩვენებელი, კონკრეტულად ჩემს კლინიკაში და ეს რომ მოდი ვთქვათ და ეს იგივეა აბსოლუტურად თუ განვაზოგადებთ, იგივე იქნება საქართველოში. თუმცა ჩვენი სტატისტიკა მოგეხსენება, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამაზე ძალიან დიდ ხანს მოგვიწევს საუბარი, თუ რატო არ არის ხელმისაწვდომის და ზუსტი სტატისტიკა რატო არ ვიცით. ჩემი კლინიკის, აი კონკრეტულად ჩვენი კლინიკის მაგალითით, იყო ესეთი შთამბეჭდავი, ძალიან შთამბეჭდავი, იყო 12%-იანი ლეტალობა, რომელიც დავიდა 3.5-ზე. ეს მართლა ძალიან კარგი შედეგია. ასევე დაახლოებით რეანიმაციებში გადაყვანა, ანუ პაციენტების დამძიმება, რა ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტს, რომელსაც ვერ ჩაუტარდება თრომბოლიზისი ანუ ინსულტის მკურნალობა, მოდი დავარქვათ და ყველამ უნდა მიეჩნიოს, რომ ინსულტის მკურნალობა პირველ საათებში, რაც უკვე აღნიშნეთ და ეს არის თრომბოლიზისი მხოლოდ და თრომბექტომია და არა სხვა დანარჩენი, რაც იყო ხალხში გავრცელებული. თუ ეს თერაპია არ ტარდება და ესეთი პაციენტებს ჩვენ ვერ ვეხმარებთ, რომ გვიან მომართა თქვენთან და უკვე ჩამოყალიბებული დიდი დაზიანება აქვს თავის ტვინის, ესეთი პაციენტები ჯერ გადადიან რეანიმაციაში და მერე სამწუხაროდ ან მთავრდება ეს სიკვდილობით, ან ღრმა ინვალიდიზაციით. ესეც დავთვალეთ და გამოსავალი არის შემდეგი, რომ თუ იყო 7%-იანი დაახლოებით დამძიმება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიდრე ინსულტის ცენტრს ნეიროინტენსიურს გავხსნიდით, ანუ ინტენსიურს გავხსნიდით და ინსულტის ცენტრს გავხსნიდით, ესეთი პაციენტები ოდნავ მძიმე ეგრევე რეანიმაციაში წვებოდა, ზოგად რეანიმაციაში და ამიტომ ეს სტატისტიკა შედარებითია, მაგრამ თუ ბოლო წლებს შევადარებით, ვიდრე კოვიდის პერიოდში საკმაოდ გაჩერდა ეს ინსულტის ცენტრების განვითარების ტემპი, მაგ პერიოდს თუ შევადარებთ, აშკარად, აი 1.2%-ია, 1.2%-ია მხოლოდ დამძიმება და რეანიმაციაში გადაყვანა. ანუ საკმაოდ შთამბეჭდავი, დაახლოებით 5-6-ჯერ უფრო გაუმჯობესებულია ეს დამძიმების, ანუ ინვალიდიზაციის ხარისხიც და ლეტალობის ხარისხიც 4-ჯერ არის შემცირებული. ეს ძალიან კარგია უკვე. თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაუმჯობესდება თუ ესეთი პაციენტები
იმ 4 ძირითად ცენტრში მოხდება, სადაც დიდი გამოცდილებაა და სადაც სწრაფად მოხდება მენეჯმენტი და შესაბამისად რაც უფრო სწრაფია მენეჯმენტი, მით უფრო კარგია გამოსავალი. დიდი მადლობა ნინო შენ, მართლა გულითადი მადლობა რომ ასეთი დღის შემდეგ მოიცალე, ძალიან ბევრ თემაზე მინდა კიდე შენთან ლაპარაკი. აქვე აღნიშნავ იმას, რომ თუ სურვილი გექნებათ რომ გავაგრძელოთ ლაპარაკი ქალბატონ ნინო ხარაიშვილთან, რომელიც როგორც გითხარით არის ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელი. და როგორც აღნიშნეთ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის რუსთავის და ასევე თბილისის ინსულტის მართვაში, მწვავე გადაუდებელ მკურნალობაში. აუცილებლად ჩავწერთ შემდეგ ინტერვიუებსაც, სადაც შეგვიძლია ჩავშალოთ ეს თემები. დიდი მადლობა ნინო კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა, ჯანმრთელობას უსურვებ ყველას. და რაც მთავარია, უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგის იმედი გვაქვს ჩვენს. გამოიწერეთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და უყურეთ ჩვენს სხვა ვიდეოებსაც. მადლობა. Brains are buzzing, thoughts are bright. Neurons firing day and night. Science stories deep inside. Welcome to the Mind Spotlight.